თბილისის გადაწყვეტილებას ახალი სავიზო რეჟიმის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავად გამოეხმაურა. სერგეი ლავროვი ამ ნაბიჯს მორიგ პროპაგანდა დაფასებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყებაში არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ უნახავთ და ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით მიიღეს. ლავროვმა ისიც აღნიშნა, რომ ცივილიზებული პარტნიორები ამგვარ საკითხებს ერთობლივად განიხილავენ. ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობაზე პარლამენტშიც მსჯელობდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით ქრისტიან დემოკრატები უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევას მოითხოვენ. როგორც ლევან ვეფხვაძემ სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ყაზბეგთან მიმართებაში დიდ პრობლემებს ქმნის. ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ თუ ჩრდილოკავკასიელებს ლარსის გამშვები პუნქტიდან ყაზბეგში უვიზოდ შემოსვლის საშუალება მიეცემათ, დროსოს ხეობაში შემოსვლელთა კონტროლი გართულდება, რამაც შესაძლოა ყაზბეგის მცოცავი ანექსია გამოიწვიოს. საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის ეჭვებს ფსევდოპატრიოტულ ხედვებს უკავშირებდა ლევან ვეფხვაძის განცხადებას ნუგზარ ციკლაური გამოეხმაურა. მან მთავრობის ადგენილება პრეზიდენტის ინიციატივას ერთიანი კავკასიის იდეას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ კავკასიის ხალხებს საქართველოს ხელს არასდროს კრავს. ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ იქნა გაკეთებული არსებითი და ფასეული განცხადებები აი ამ კავკასიური პოლიტიკის კონტურების გამოკვეთის თვალსაზრისით. საქართველოს როგორც რეგიონალური ლიდერი აღიდგენს ამ ფუნქციას და იყო საუკუნეების განმავლობაში ასეთი ლიდერი და აუცილებლად ხელს გაუწვდის ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, რათა მათთან ერთად ერთ ოჯახად საქართველოს და ჩრდილოკავკასიელმა ხალხებმა შეძლონ ძლიერი ფორპოსტის შექმნა. ეს იქნება თავისუფლების, დემოკრატიის, ერთიანობის და სიმტკიცის ფორპოსტი. საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ექსპერიმენტული სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ახალი სასკოლო კორპუსი გახსნა. შენობა პირადად მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით აშენდა. კორპუსი მხოლოდ პირველ კლასზე დაახლოებით 283 მოსწავლისთვის არის განკუთვნილი. სკოლის სახურავზე კი ქართველი და უცხოელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული მწვანე საფარიანი ბაღია გაშენებული. საქართველოში პირველად შენობის სახურავი ზეთისხილის ბროწეულისა და ბზის ხეებით გაამწვანეს. დღესვე პრეზიდენტმა სკოლის დირექტორს სთხოვა, რომ ამ ბაღსაც და შენობასაც ზურაბ ჟვანიას სახელი მიენიჭოს. ახალი კორპუსის მშენებლობა 1 ივნისს დაიწყო და 4 ოქტომბერს დასრულდა. მიხეილ სააკაშვილი პირველ კლასელებსაც შეხვდა და თანამედროვე სასკოლო კომპიუტერებში ჩატვირთული პროგრამით სწავლების მეთოდსაც გაეცნო. ბავშვი კომპიუტერზე მუშაობდეს, როგორ შეიძლება რომ რაღაცა ახალს სწავლდეს. ჩვენ ბავშვებზე ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს ამ ხალხს, ამ ფსევდომეცნიერებს და ფსევდოჭკუიშკოლოებს, იმიტომ რომ ნახეთ როგორ ადვილად ითვისებენ, როგორ კარგად ითვისებენ ბავშვები ამ კომპიუტერებს. ჩემი iPad-ი სად არის? აი, მე ყველგან დამართ თვითონ iPad. ასე რომ ეს არის ამ ნოუთბუქის ცოტა უფრო მოზრდილების ვერსია. მაგრამ ამ iPad-ს დავხედე მე და ესე იგი მოგონილია კალიფორნიაში, წარმოებულია ჩინეთში. აი ეს ბავშვები რო გაიზრდებიან, ჩვენ უნდა ჯერ ერთი მანამდე ვისწავლოთ უკვე ასეთი რაღაცების წარმოება საქართველოში. და რო გაიზრდებიან, მათ უნდა დარწმუნებული ვარ, ისინი მოახერხებენ ასეთი რაღაცების მოგონებასაც. იმიტომ რომ ამის მომგონებელი არის ყველა უკვე მილიარდერი. და სიღარიბიდან ამოსვლის ყველაზე სწორი მეთოდი არის ცოდნა, ტექნოლოგიების შექმნა, ახალი პროდუქტის წარმოება და ამით სოფლიო ბაზარზე გასვლა. დღეს კომპიუტერი თუ გაქვს და უცხოენები თუ იცი, პირველ რიგში ინფორმაციის ენა ინგლისური, რომ მიიღო ინფორმაცია და გადაამუშავა. შეგიძლია შენი ინტელექტით კონკურენცია გაუწიო ჩინელებსაც, კალიფორნიელებსაც, ყველასაც. აი ეს ბავშვი ეხლა ზუსტად ისევე იზრდება, როგორც ნებისმიერი ბავშვი კალიფორნიაში. როგორც ნებისმიერი ბავშვი იაპონიაში. თვითონ ამ კორპუსის აშენების იდეა იყო თვითონ პრეზიდენტს, ცოტა ხნის რამოდენიმე თვის წინ ის იყო შეხვედრაზე სკოლის პედაგოგიურ კოლექტივთან და იქ გაჟღერდა ეს იდეა, რომ ვინაიდან სკოლზე მოთხოვნა ძალზე დიდი იყო, ამიტომ ეს თანამედროვე ნაგებობა აუშენდა სკოლას და აქედან გამომდინარე ის აღიჭურა ყველანაირი ტექნოლოგიებით არის თქვენ თვითონ დარწმუნდით რა არის ესა და ის იდეაც რომ მას დაერქვა ზურაბ ჟვანიას სახელი, რომელიც ამ სკოლის კურსდამთავრებული იყო აგრეთვე.
ძალიან კარგი იდეაა და ძალიან ცოტა სხვა სიმაღლეზე აიყვანს კიდევაც ამ სკოლას. თქვენ ხედავთ, რომ ბეტონის სახურავის მაგივრად აქ არის ბალახი, სადაც ბავშვებს მწვანე ბალახი, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ რომ ითამაშონ. სხვადასხვა სპორტით შეიძლება დაკავდნენ. აგრეთვე ამ სკოლაში ბავშვები სწავლობენ ინგლისურ ენას პირველი კლასიდან ამერიკელ მასწავლებელთან ერთად, ქართველ მასწავლებელთან ერთად, სწავლობენ მათემატიკას, ქართულ ენას. ნეტბუქების მეშვეობით, რომელიც მათ დაურიგდათ საქართველოს პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში. ეს იდეა თავისთავად მდგომარეობდა იმაში, რომ ის მწვანე ზოლი, რაც არსებობდა ამ სკოლაში და რა ის ეზო, რაც ბავშვებს ჰქონდათ რეკრეაციისთვის, რამენაირად მისი კომპენსირება მოგვეხდინა. ეს არის ის, რასაც დღეს ხედავთ, რომ ამ შენობის სახურავზე ავიტანეთ რეალურად ის მწვანე საფარი და მაქსიმალურად ეს გამწვანდება დროთა განმავლობაში ხეები დაირღვება, რომ ის რეკრეაციული ზონა ისევ შეუნარჩუნდეს სკოლას. 14 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მორიგი მე-13 რაუნდი გაიმართება. საქართველოს დელეგაცია ჟენევაში დღეს საღამოს გაემგზავრება. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ კი თბილისი გუშინ ღამით დატოვა პოლიტიკური უსაფრთხოების ახალი კონცეფცია და დევნილების საკუთარ სახლებში უპირობო დაბრუნება. სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ქართული მხარე. ბარამია კი იმედოვნებს, რომ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია დევნილების სახლებში დაბრუნებასთან დაკავშირებით ქართველების არგუმენტებს კიდევ უფრო გაამყარებს. ოფიციალური თბილისი დიალოგისთვისაც მზად არის. ლაპარაკების თავად თემატიკაზე. იცით, ეს საკითხი არის ორი მიმართულებით, ერთი არის უსაფრთხოების თემატიკა და მეორე იგივე დევნილების უპირობო დაბრუნება და რაც შეეხება ქართულ მხარეს, ეს ყოველთვის მზად იყო კონსტრუქციული დიალოგისთვის. სამწუხაროდ ამას ვერ ვიტყვით იგივე რუსულ მხარეზე, რომელიც დესტრუქციულ პოლიტიკურ манипуляციებს აწარმოებს ბოლო პერიოდში. თქვენ გვაქვს მყარი და მკაცრი პოზიცია და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ იმ პოზიციას, რომელიც არის ჩვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი. ბრიუსელში ტარდება შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თვალსაზრისით, სადაც განხილული იქნება საკითხი შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპარლამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, თუ რა ღონისძიებები უნდა გადადის ამ მიმართულებით და ამასთან დაკავშირებით მე მოგებულობ მონაწილეობას ამ სტუმარში. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რუსული მხარე კი მთავარ საკითხად კვლავ საქართველოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და საქართველოს აფხაზეთის შორის ზარის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმებას დააყენებს. აღნიშნულზე თან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება შენათქვამი, რომელიც ლავროვის უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა პრევენციებისა და ინციდენტების რეაგირების ერთობლივ მექანიზმებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვრებთან ნდობის აღდგენასა და უსაფრთხოების კუთხით. ასევე სერიოზული ყურადღება დაეთმობა ჰუმანიტარულ თემატიკას. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სოხუმისა და ცხინვალის ხედვა, რომლებსაც საშუალება არ ეძლებათ საერთაშორისო საზოგადოებასთან ფორუმებზე და სხვა ტრიბუნიდან თავისი მოსაზრებები გამოთქვან. ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში 14 ოქტომბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი მე-13 რაუნდი გაიმართება. ნატოს შემფასებელთა დელეგაცია უკვე თბილისში ალიანსის საერთაშორისო წარმომადგენლები საქართველოში ნატოსთან თანამშრომლობის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების საკითხებს შეისწავლიან. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით დელეგაციის წევრები ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომლებიც ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაში არიან ჩართულები. თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ ნატოს შემფასებელთა ჯგუფის მიერ შესაბამისი დოკუმენტი მომზადდება. დელეგაცია კი საქართველოს 14 ოქტომბერს დატოვებს. ტელეკომპანია თრიალეთი ჯონი ნანეტაშვილის ახსნა განმარტებას ავრცელებს, რომელიც სახალხო დამცველს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება. ნანეტაშვილი მასზე თავდასხმას თავისუფალ ტელევიზიაზე ზეწოლად აფასებს და ფაქტს მისი არხის ეთერში გასულ სიუჟეტებზე პასუხად მიიჩნევს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი მომხდარის გამოძიებას ომბუდსმენის აპარატს, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორს თხოვს. ნანეტაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჟურნალისტებს თავს ესხმიან და შემდეგ მომხდარს სამართალდამცველებისაგან ადეკვატური და დროული რეაგირება არ მოხვება.